თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი შესაბამისობა და მის საფუძველზე გამოტანილი განჩინება შენი საცხოვრებელი შტატის შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში დაქირავებულის შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 410 მუხლის მესამე ნაწილით. მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად გამოიკვეთა რამდენიმე პირი, რომლებიც ემხრობიან ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიას. გამოძიების ფარგლებში 2015 წლის 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 11 საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ განჩინება გაიცა. 2015 წლის 29 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ წარმოებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად აღნიშნული განჩინების საფუძველზე ყველა მითითებულ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკის შედეგად 4 პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორის SIM ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ მოდემები, ბარათები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს მიკუთვნებული დროშები. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 4 პირი დააკავეს. აღნიშნულ პირებს ბრალი წარადგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის მეორე ნაწილით. დაკავებული პირების ტერორისტულ ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტის დასადგენად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. საქმეზე გრძელდება შემდგომი გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი სხვა პირების მხილებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.